გასაგებთ მადლობა ეთერისთვის. თავისთავად ტექნიკურადაც კი არ არის ეს სიმართლე, ტექნიკური სიმართლეც კი არ არის ამაში, იმიტომ რომ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში საქართველოში კონსტიტუცია არავის არ გაუქმებია და არც კონსტიტუციის ის მუხლი, რომელიც ამბობს, რომ საერთაშორისო სამართალი ადამიანის უფლებების დარგში, საერთაშორისო სამართალი არის უპირატესი. მოსამართლეს ნების არსებობის შემთხვევაში სრულიად თავისუფლად შეუძლია გამოიყენოს, გაეროს ადამიანის უფლებათა პაქტები, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პაქტის 19 მუხლი გამოხატვის და სიტყვის თავისუფლებაზე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 10 მუხლი და ასე გადაწყვიტოს საქმე. საერთოდ არ ჭირდება იმ მუხლების გამოყენება, რომელთაც მიიყვანენ ხოლმე მასთან დაკავებულ ტიპს. ანუ კანონი ასეთია, ეს შეიძლება ვერ ამართლებდეს. ამიტომ არ არის, შეიძლება არა. ეს არის სრულიად ერთმნიშვნელოვანი. წავიკითხოთ საქართველოს კონსტიტუცია, რომელშიც ჩავითარდა წერია ჯერ ერთ საქართველოს კონსტიტუციით დაცულია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ამასაც თავი რომ გავანებოთ, კონსტიტუციაში ჩავითარდა გვიწერია, რომ ადამიანის უფლებების სამართალი არის უპირატესი ძალის მქონე პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებზე. ამიტომ ამ ტექნიკურ არგუმენტებს გამოიკიდება ნურავი, განსაკუთრებით იურისტები, უხერხულ მდგომარეობაში იყენებენ თავს. მაგრამ სინამდვილეში აქ ხომ საქმე იმასთან არა გვაქვს, რომ აი კანონი ესეთია და აბარა ვქნათ. კანონი ზუსტად ისეთია, როგორი ხასიათიც აქვს რეჟიმს, როგორიც არის რეჟიმი. კანონი არის სრულიად ერთმნიშვნელოვნად ის ცვლილებები, ის წესები, რომელიც ახლა ამ ბოლოს მიიღეს, არის შესაბამისი და შესატყვისი იმ განწყობების, რომლის დამკვიდრებასაც ქვეყანაში ცდილობს ქართული ოცნება და რომელიც ერთადერთ რამეს უნდა ნიშნავდეს ყველასთვის, რომ ვისაც უნდათ, როცა უნდათ, როგორც უნდათ, რისთვისაც უნდათ, ტროტუარზე დგომისთვის, Facebook-ში სტატუსის დაწერისთვის, სასაცილოდ რომ მოგეჩვენებათ, იმ ამბებისთვისაც კი გაუშვებენ ციხეში. ეს ერთადერთი ამოცანა აქვს ამ კანონებს, რომელსაც ეს ბატონები იღებენ, ახლა ეკრანზე რომ ჩანან და ქალბატონები, რომ ადამიანები დაზაფრონ, ქვეყანა მოიცვას შიშმა და ვეღარ გაბედონ ადამიანებმა ელემენტარულად საკუთარი აზრის გამოხატვა, საკუთარი შეხედულებების გამოხატვა, საკუთარ ფასეულობებზე საუბარი. სულ ეს არის მთელი ამბავი სინამდვილეში. არავის არ აწუხებს, რა თქმა უნდა, არც ზრდილობის ნორმები, არც ლექსიკა, რომლითაც საქართველოში დღეს სამწუხაროდ მოდაში შემოვიდა და ადამიანების ძალიან დიდი უმრავლესობა საუბრობს, მათ შორის პოლიტიკოსების და ეკრანიდან გველაპარაკებენ. ეს არავის არ აწუხებს, იმიტომ რომ ქართული ოცნება თავად არის ჩემპიონი უზრდელობის ადამიანებზე, ძალადობის, ძალადობრივი ლექსიკის დამკვიდრების, ძალადობრივი ტერმინოლოგიით საუბრის საკუთარ ოპონენტებზე. ვერავინ საქართველოში მათ ამ საქმეში კონკურენციას ვერ გაუწევს, ისეთი სიმაღლეები აქვს დაპყრობილი. ერთადერთი ამოცანა, რომელსაც ეს ყველაფერი ემსახურება, არაფერს საერთო ამის კანონთან მარცხნიდან არ აქვს. ერთ-ერთი ამოცანა ეს არის შიშის დამკვიდრება და გაჩვენება ყველასი, ვინც განსხვავებულად ფიქრობს, განსხვავებულად აზროვნებს, განსხვავებულად უყურებს ქართული ოცნების რეჟიმის ბოგინს საქართველოში. ხო, სხვათა შორის თინა თქვენ ახსენეთ ძალადობა და ღირსების დაცვაზეც ლაპარაკობდნენ დღეს დეპუტატები, უბრალოდ ხა აცხელია ეს გამოხმაურებები, რომელიც დეპუტატმა ჭავარიანს ჰქონდა, სულ ცოტა ხნის წინ იყო, აი რა სიტყოდა თქვათ ოცნება ამ ამბავზე გარკვეულწილად შეიძლება ყოფილიყო იმ საინტერესო იმ ხრივ, რომ ისინი ამბობდნენ, რომ აი უნდა და მოხდეს წესების დაცვა და ვახსენე კიდეც ეს ფრაზა კანონი და ყველაფერი კარგად იქნება და თინა ასე დროს რამდენად არის სწორი და რელევანტური მოხდეს ხელისუფლებისთვის იმ ფაქტების შეხსენება, რაზეც საზოგადოებას პასუხები არ მიუღია და პასუხგაუცემელ კითხვებად რჩება, ხო? ძალადობის ფაქტები, ანგარიშწორება, ჩვენ ვახსენეთ წინა რესპონდენტთან და იმის წინასთანაც ზარები, გინება, სადარბაზოებთან დახვედრა, ცემატყეპა. აი ხაბეიშვილის საქმე რო ავიღოთ, მხოლოდ ორი პირი როა გამზადებული პასუხისგებაში მისაცემად და ადამიანს რო რაღაც საშინელება დამართეს და თურმე არც კითხვა უნდა ქონდეს არავის იმასთან დაკავშირებით მეტი პირი მონაწილეობდა თუ არა ამ საქმეში. აი ეს მიდგომა რის გამოხატულებაა და რა ფართო სურათის გაანალიზებისკენ მოუწოდებს ამ შემთხვევაში ქართული ოცნება საზოგადოებას. აი ხო ესე არ მიიღოთო რომ ერთი სტატუსის გამო დააკავეს. ასე არ არის ამბავიო და აი როგორ არის მაშინ? არა, ზუსტად ესე არის ამბავი, ზუსტად მთელი ამბავი ეს არის და ამოცანა ამას მე უკვე გითხარით, მე აქ ძალიან ჩამოყალიბებული და ერთმნიშვნელოვანი აზრი მაქვს, რომ ქართული ოცნება არის უზრდელობის, ძალადობრივი ენის დამკვიდრების,
მოძალადეების თვის თავზე ხელის გადასმის, მოძალადეების წახალისების, ძალადობრივი ენის მატარებელთა წახალისების და არა უბრალოდ ენის და არა მარტო ლექსიკის, არამედ ფიზიკურად მოძალადეების წახალისების ჩემპიონი ქვეყანაში. ვერც ერთი ხელისუფლება, ვინც საქართველოში აქამდე ყოფილა, გვერდშიც კი ვერ ჩაივლის იმასთან, იმ სტანდარტთან, რომელიც ქართულ მოცნებამ დაამკვიდრა. ამიტომ არაფერი საერთო იმას, რასაც ისინი აკეთებენ, არა აქვს იმასთან, რომ ვიღაცას ნაზიყურები შეუწუხდა ახლა ვინმეს უზრდელობის გამო. ერთადერთი ამოცანა აქვს ამ ყველაფერს, რომ რაც შეიძლება ყველა მაქსიმალურად ყველა ინსტრუმენტი გამოიყენონ საზოგადოების დასაშინებლად და გასაჩუმებლად და მორჩა წერტილი არ ჭირდება ამას რაღაცა ბევრი ახსნა განმარტებები და ბევრი ფილოსოფია. ეს არის ერთ-ერთი ამოცანა. მილიონი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, მილიონი შემთხვევა შეგვიძლია გავხსნათ. ყოველი ჩვენგანი უკლებლივ არის მსხვერპლი ამ მათ შორის ვერბალური, არა მხოლოდ ვერბალური, მაგრამ ნამდვილად ყველა ჩვენგანი ვერბალური ძალადობის. ყველას ურეკავდნენ, ყველას მშობლებს ურეკავდნენ, დედაჩემს ურეკავდნენ, 80 წლის ქალია. ამიტომ ეს არის კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ძალადობაც, ძალადობრივი ენაც, ოპონენტების მიმართ უკიდურესი ფორმით მოქცევა არის მათ მიერ დამკვიდრებული უმაღლესი მწვერვალი სტანდარტის და ეხლა უბრალოდ უნდათ რომ ამაზე პასუხი რომ არ მოეთხოვოთ, ამისაც ყველა გაჩუმდეს და დადუმდეს წინააღმდეგ შემთხვევაში ერთ-ერთი ინსტრუმენტი აქვს ციხე და როდესაც ქვეყანაში ყავს ხელისუფლება, რომელსაც საკუთარ საზოგადოებასთან საუბარი სხვა არაფრით აღარ შეუძლია და ერთადერთი მეთოდი, ერთადერთი ინსტრუმენტი აქვს დარჩენილი ციხე. ეს არის ზუსტად დიქტატურა, სხვა კი არაფერი. მე არ ვამბობ რომ საქართველოს დღეს დიქტატურაა. საქართველოს დღეს არ არის დიქტატურა, საქართველოში არის კლასიკური ფორმის ავტორიტარიზმი, მაგრამ ხელისუფლების ამოცანა არის რომ დიქტატურა დაამყაროს. და აი ეს რაც ისინი აკეთებენ, მათი ეს მოქმედებები. ზუსტად ამისკენ არის მიმართული, უბრალოდ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ საქართველოს დიქტატურა უბრალოდ არ გამოვა და არ შედგება, საზოგადოება ამას არ დაუშვებს. თინა და ასევე მინდა კითხოთ, აი ჩვენ ნახეთ არაერთ საერთაშორისო გამოხმაურება, მათ შორის ევროდეპუტატების მხრიდან, ახლა ჟურნალისტის დაკავების ფაქტზე, ეს ადამიანები ახლა ამ შემთხვევაში გალერი და იუკნევიჩიანი არიან, რომლებიც ყოველთვის აქტიურობენ საქართველოში ადამიანები. და რომლებიც მაგალითად ამ ვერბალური ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე სამიზნეც არის. სამიზნეები არიან და საუკეთესო მაგალითი არიან, როგორ იქცევა ქართული ოცნება იგივე ჩვენს პარტნიორებთან მიმართებაში. თინა, მათი გამოხმაურება ეს ერთი ამბავი, რაზეც მივაწოდეთ საზოგადოებას ყურადღება, თქვა და აი საერთაშორისო კონტექსტში რა ტიპის აქტია ეს, ხომ? აი თქვა ოცნება დღეს დაეძებს იმას, თქვა ამაზე რა სიტყვიან, თქვა ქვეყნის გარეთ, რა სიტყვის თუ დარჩა ესეთი არ ვიცი პარტნიორის სახით, აი რა ტიპის სურათთან გვაქვს ჩვენ საქმე, აი შიდა თემას რო გავცდეთ და თქვა გარედან შევხედოთ ამ სურათს, ამის მიმართ არის თუ არა მოწყვლადი, ან აქვს თუ არა მსგავსი ნიშანი. კი, რამდენიც არ უნდა ელაპარაკოს საკუთარი ამორჩევლის საამებლად ოცნებამ, რომ რაღაც პარადო ფეხზე დგას და ცალფეხზე არავის არ დაუდგება, სინამდვილეში ცალფეხზე დგას სწორედ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ლეგიტიმაციის წყალობის მოლოდინში და ამას ჩვენ ყოველდღიურად ვუყურებთ. ყოველი შემთხვევა, ყოველი მაგალითი იმისი, როდესაც არარსებული ამბიდან, უბრალო ხელის ჩამორთმევიდან, კონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის დასწრებიდან ოცნება ცდილობს ლეგიტიმაციის სურათის შექმნას, არის მორიგი დადასტურება იმისი თუ როგორ ეოცნებებად ამერიკისგან ლეგიტიმაცია. ამიტომ რეალური მათზე გავლენის რეალური ბერკეტი თუ გარე ბერკეტებზე ვსაუბრობს და არა შიდაზე, რა თქმა უნდა, ვაშინგტონში დევს და რა თქმა უნდა, ვაშინგტონს შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი როლის თამაში დღეს მათ შესაჩერებლად. სხვა სიმართლე რო გითხრათ, ესეთ ხელშესახებ შესაძლებლობას ვერ ვხედავ, თუმცა ნამდვილად არ ვამბობ და არ ვეკუთვნი იმ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ბრიუსელმა ყოველგვარი გავლენის ბერკეტი დაკარგა. ეს არ არის, უბრალოდ მე არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ ბრიუსელი მზად არის სერიოზული შეთავაზებისთვის, რომლის მერეც ძალიან ბევრი ექნება დასაკარგი ქართულ ოცნებას. უბრალოდ ივანიშვილმა და მისმა ქვეშევრდომებმა იქამდე მიიყვანეს საქმე, რომ დღეს თბილისს უბრალოდ რიტორიკულადაც კი აღარ ახსენებენ ბრიუსელში აღარაფერს ვამბობ რაიმე გადაწყვეტილებებზე, რომელიც თბილისთან დაკავშირებით იყოს მომწიფებული, პოზიტიური გადაწყვეტილებები, რომლებიც მომწიფებული იყოს ევროკავშირში ჩვენს მიმართ. თორემ ესეთი ის მოლოდინი რომ არსებობდეს, რა თქმა უნდა,
გავლენის ბერკეტი ბრიუსელის ხელშიც იქნებოდა. ამ წუთის მდგომარეობით თქვენ კითხვაზე პასუხი არის ის, რომ მხოლოდ ვაშინგტონი ერთმნიშვნელოვნად და სრულიად ცალსახად ამას ვხედავთ ყოველ დღე. ბოლოს ვნახეთ ეს, როდესაც ისტერიულად კიოდნენ იმედის და რუსთავის წამყვანები მთელი დღის განმავლობაში, როგორ აღიარა მაკა ბოჭორიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრობა ვაშინგტონმა, იმიტომ რომ რაღაც კონფერენციაზე დაპატიჟეს. ეს არის ის, რაც ეოცნებება ქართულ ოცნებას, რომ როგორმე მიიღოს წყალობა ვაშინგტონიდან და მიიღოს სრულფასოვანი ლეგიტიმაცია. ეს არის მთავარი ბერკეტი ამ წუთას, რომელიც მათზე არსებობს. თინა, ბოლოს მინდა კითხოთ კიდევ ერთ საქმეზე, ეს ოპოზიციონერი ლიდერების საქმე ვიცით რომ არის მიმდინარე, ეხაც გაიხილება სასამართლოში ეს ხმაურიანი საქმე. ნახოთ როგორ შეიძლება დასრულდეს ის. იქამდე აი რა ტიპის შეფასებას იმსახურებს, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ სამიზნე და სისტემა, როგორადაც თქვენ მას ახასიათებთ, იმას ვერ ეყოლება ერთი სამიზნე, ხო? იქ სამოქალაქო სექტორი, ოპოზიციონერი ლიდერები, მედია და სხვათა შორის მედიის ნაწილზე ხა ერთმანეთის მიყოლებით ავრცელებენ განცხადებებს ეს მედია კოალიცია თუ საია იქნება, რომ სისტემური კონტროლი ეს არის მთავარი რისი დამყარების მცდელობასაც ჩვენ ვუყურებთ. აი რა სიტყვით ოპოზიციონერი ლიდერების საქმეზე კონკრეტულად, იმიტომ რომ ესეც იმ საერთო სურათის ნაწილია, რასაც ჩვენ ვაფასებთ როგორც დემოკრატიულ უკუსვას თქვენ რესპონდენტები. ხო, არა, ეს დემოკრატიული უკუსვა აღარ არის უკვე. დემოკრატიული უკუსვლიდან ძალიან შორს ვართ წასული, რაღაც დროს უკუსვა ჩვენ სადღაცას ტალახში ვდივართ, როგორც სახელმწიფო და არ ვიცი, რაღაცა სასწაული უნდა მოხდეს, რომ იქიდან ამოსვლა მოვახერხოთ და შევძლოთ. ესეთი სურათის სხვადასხვა ნაწილებია მედიის გაჩუმების მცდელობა, სამოქალაქო აქტივისტების დაშინების და გაჩუმების მცდელობა, საზოგადოების ზოგადად აი ეს რაღაც შიში შეპყრობილი უნდა იყოს ქართული საზოგადოება, ეს არის ქართული ოცნების ამოცანა. და მხოლოდ ასეთ პირობებში წარმოუდგენიათ მათ ხელისუფლების შენარჩუნება, იმიტომ რომ სხვა ამოცანა მათ აღარ აქვთ, ხომ? ამაზე ხო შეთანხმებული ვართ, რომ აბსოლუტურად არავით არის სხვა ამოცანა. ქვეყნის კეთილდღეობის, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის, ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის უსაფრთხოების დაცვის მექანიზმების ქვეშ აღმოჩენის. ეს არავით არის ამოცანები მათ აღარ აქვთ. ერთადერთი ამოცანა აქვთ, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ და ძალაუფლების შენარჩუნების ამოცანის გადასაწყვეტად ყველაზე უფრო ეფექტური ბერკეტი არის მდუმარი დაძინებული საზოგადოება. აი ეს ამას უნდა მიაღწიონ. ამიტომ სანამ ვიღაცა ყვირის და სანამ არსებობენ საზოგადოებაში რაღაცა ჯგუფები, ნაწილები ამ საზოგადოების, რომლებიც არ ემორჩილებიან, სულ უფრო და უფრო მძიმე და დესპოტური გახდება კანონმდებლობა, რომელსაც ეს ბატონები მიიღებენ რუსთაველის 8 ნომერში, ხო? ამიტომ ეს ყველაფერი ძალიან ლოგიკურია და ამ თუ სწორად დავსვავთ დიაგნოზს, მე დავინახავთ, რომ ძალიან ლოგიკურად ხდება ყველაფერი და ძალიან სწორი გზით მოძრაობენ. ამიტომ პოლიტიკური ლიდერები დიახ სასამართლოში უნდა ატარონ, დრო არ უნდა დარჩეს არავის სხვა რამისთვის. ყველა უნდა იყოს პროკურორის გამონძიებელს მოსამართლეს შორის გზაზე მუდმივად უნდა იდგეს ბანკში ჯარიმის გადახდის რიგში, მუდმივად უნდა იყოს იმ პროცესის მონაწილე, რომელიც მას ნებაყოფლობით არ აურჩევია, რომელიც დემოკრატიასთან აბსოლუტურად და დემოკრატიული სახელმწიფოებრიობისთვის აბსოლუტურად არათავსებადია, მაგრამ ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურობა უნდა გახდეს და მხოლოდ აი ამაზე უნდა ვფიქრობდეთ, რომ ეხა იმ გამონძიებელთან ჩვენების მიცემის დროს რა სტრატეგია უნდა ავირჩიო სასამართლოში, რა ტაქტიკით უნდა ვიმოძრავო, კარგი ადვოკატი ვინ იქნება, ვისთან ერთად აქვს აზრი სასამართლო პროცესზე მისვლას და სხვა. ეს არის მათი ამოცანა, ამ რუტინის მუდმივად ამ რუტინის შექმნა. ამიტომ მე მაგალითად მგონია შეიძლება ვწდები, არ ვიცი, ამაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ მე მგონია რომ ეს სასამართლო პროცესები მალე არ დასრულდება, მათი ამოცანა არის რომ ეს რაღაცნაირად ყოველდღიურ რუტინად აქციონ და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მთავარ საქმედ უქციონ ადამიანების იმ ჯგუფს, რომელიც რეალურად ეხლა სრულიად სხვა რამე იყოს დაკავებული. დიდი მადლობა თინა, დაგემშვიდობებით სამოქალაქო იდეის თავმჯდომარე